შობის დღეს სამართლიანად ეწოდება დღესასწაული. 1000 წლეულების მიღმა ბეთლემში, ერთ მყუდრო ღამეს, მაცხოვრის შობამ კაცობრიობის ისტორია ორად გაყო. დაიწყო ახალი ეპოქა, რომელმაც ადამიანი სხვა საზომში მოაქცია. ამ ახალ ეპოქაში ადამიანს მიეცა ქმედითი საშუალება, განახორციელოს ის მისია, რომელიც მან სამოთხეში, გაჩენის დღიდან იტვირთა. ეს არის მისია, რომლის აღსრულების კვალობაზეც ადამიანი თავის უზენაეს მიზანს აღწევს. განიღმრთობა. სწორედ ეს შესაძლებლობა განღმრთობა მას განარჩევს ყველა სხვა ქმნილებისაგან. უფლის შობა ადამიანის ღვთის ხატად და მსგავსად შექმნის ისტორიული სამართლიანობის რეალიზებას ახდენს. ადამიანის ცოდვით დაცემა უდიდესი ტრაგედია იყო მის ისტორიაში. სწორედ ამ ტრაგედიით სრულდება კაცობრიობის სამოთხისეული მატიანე და ის თავის უცილობელ გაგრძელებას სამოთხის მიღმა პოულობს. მიუხედავად ამ დიდი ტრაგედიისა, ადამიანის დანიშნულება არ შეცვლილა. მას სამოთხეში მიცემული დავალება ღვთისა განღრთობილიყო. სამოთხის მიღმაც რეალურ მიზნად აქვს დასახული, თუმცა ცოდვით დაცემულ ადამიანს აღარ შეეძლო თავისი მოვალეობის შესრულება. საეკლესიო მოძღვრებით ის, რაც ღვთის განგებულებაა, ვერავინ და ვერაფერი შეცვლის. ამდენად ადამიანის განღრთობის საღვთო ნება, რომელიც სამოთხეში მოთავსებულმა ადამიანმა ვერ შეასრულა, სამოთხის მიღმაც კვლაველოდა თავის გარდაუვალ რეალიზებას. განღმრთობა აუცილებლად ადამიანისა უნდა ყოფილიყო და არა სხვა ქმნილებისა, თქვათ ანგელოზისა. ამდენად დროთა მიწურულს ღმერთმა ინება მოსულიყო კაცად, ჭეშმარიტ ადამიანად, რათა ის, რაც სამოთხეში ვერ მოხერხდა, მის მიღმა განხორციელებულიყო. ბეთლემში აღსრულებული სასწაული პავლე მოციქულმა მოკლედ ასე გადმოგვცა: ღმერთი გამოჩნდა ხორცითა. ეს რომ წემსე მაგაიგეს, ეს რომ წემსე მაგაიგეს, ოიანიტო, ეს რომ წემსე წმიდა მამათა აზრით, აუცილებელი იყო ცოდვით დაცემულ ადამიანს თავად გამოესყიდა დანაშაული. თავად გაეკაფა გზა დაკარგული სამოთხისაკენ. და რადგან ადამიანის ძალას არ შეეძლო ამ მისიის შესრულება, აუცილებელი იყო შეწევნა ღვთისა. ადამიანისათვის ღვთისაგან წამოსული დახმარება რაღაც სამართლიანობის საზღვრებში უნდა მოქცეულიყო. სწორედ ეს არის ადამიანის გონებისათვის მოუხელთებელი. ღმერთი, რომელიც თავისი ბუნებით შემოუსაზღვრელია, გარეშე მოწერილში უნდა გაცხადებულიყო. ის, რომელიც ზედროულია, დროულობაში უნდა შემოსულიყო. ის, რომელიც უსაზღვროდ ძლიერია, რაღაც პირობებს უნდა დამორჩილებოდა. რადგანაც ადამიანის გამოხსნის სამართლიანობა სწორედ იმას გულისხმობდა, რომ დანაშაული ადამიანს უნდა გამოესყიდა. ეს კი მხოლოდ ღვთის მიერ უნდა აღსრულებულიყო.
წმიდა მამათა ერთიანი მოძღვრებით. ღმერთი კაცად მოდის ამ ქვეყნად, რათა ევნოს, მოკვდეს როგორც კაცი და ადამიანის გამოხსნა აბსოლუტური სამართლიანობით აღასრულოს. სწორედ ამ გამოხსნის იდეა იმზირება ასე ნათლად ბერთლემის ერთ უდრო ღამეს. ღვთის განკაცება უდიდესი სიყვარულისა და სამართლიანობის ერთობლივი გამოვლინება იყო. სიყვარულისა იმიტომ, რომ ღმერთი მოვიდა ადამიანის გამოსახსნელად, ხოლო სამართლიანობისა იმიტომ, რომ ის მოვიდა ჭეშმარიტ კაცად, რათა ვნებულიყო, დაფლულიყო და შემდგომ მკვდრეთით აღდგომილი ზეცად ამაღლებულიყო. მაცხოვრის ხორციელად შობის შემდგომ მრავალი საუკუნე გავიდა. მრავალი წლის მანძილზე შობის დღესასწაულზე ადამიანი გონებით კვლავ უკავშირდება ბეთლემისეულ იდუმალებას. შობის დღეს სამართლიანად ეწოდება დღესასწაული. დაეჩვენს ღირსყოს ღმერთმა მის წმინდა ანგელოზებთან ერთად მხიარული გალობით მივეგებოთ ბეთლემში შობილს. დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება. და მისი მადიდებელნი ყოფილიყავით მოდგმითი მოდგმამდე. ამინ. დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა კაცთა შორის სათნოება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის 2006 წლის საშობაო ეპისტოლედან. დღეს ზეიმობს ცადა ქვეყანა, ანგელოზნი უგალობენ ახალშობილ მაცხოვარს. დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება. და ჩვენც მათთან ერთად აღმოვთქვამთ სადიდებელს უფლისას. უფალო ძლიერო, ბეთლემს შობილო, აღადგინე დაცემულნი და კვლავ მოგვანიჭე წყალობა შენი. მოგმადლე განცდა ცოდვათა და არა განკითხვათ ძმისა ჩვენისა.
მოგვეც სიბრძნე, სიმშვიდე, ერთგულება, ნაყოფის სიუხვე, ამაღლებული სიყვარული, სასოება შეურყეველი, რათა ვიხაროთ ორსავე სოფელსა შინა. კურთხეულო საქართველო, შეისმინე სიტყვა უფლისა. აჰა ესე რა მიმიცემია წინაშე შენსა კარი განღებული, რომლისა დახშვათ ვერვინ შემძლებელ არს. მაშ გავუღოთ გული ჩვენი ნათელსა მას მივაჩრდილებელსა და ვიხაროთ უფალთან ერთად და ნათელი ქრისტესი განგვინათლებს ყოველთა. ქრისტეს მიერ საყვარელნო ჩვენო სულიერო შვილებო, კიდევ ერთხელ გულითად ადგილოცავთ ქრისტეშობის დიდებულ დღესასწაულს და ახალ წელს. იხარეთ აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე. ალილოდა, ალილოდა, ქრისტეს მახარობელნი ვართ, ქრისტეშობას მოგილოცავთო. ალილოდა, ალილოდა, 25 დეკემბერსა ქრისტე იშვა ბეთლემში ნაო. ალილოდა, ალილოდა, ანგელოზნი უგალობენ დიდება მაღალთაში ნაო. ალილოდა, ალილოდა, ეს რომ წემსებმა გაიგეს მივიდნენ და თაყვანისეს. ალილოდა, ალილოდა, ვარსკვლავები ბრწყინვალებენ, ანათებენ ბეთლემსაო. ალილოდა, ალილოდა, შორი ქვეყნიდან მოსულმა მოგვებმა წვენი შესწირეს. ალილოდა, ალილოდა, ქრისტეს მახარობელნი ვართ, ქრისტეშობას მოგილოცავთო. ალილოდა, ალილოდა, 25 დეკემბერსა ქრისტე იშვა ბეთლემში ნაო.